საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს, ამ განცხადებით ამჯერად მთლიანად ქართულ პოლიტიკურ სპექტრს გოჩა ფიფია დაუპირისპირდა პარტია. ქართული პოლიტიკის ლიდერი აცხადებს, რომ რადიკალური ოპოზიციად მონათრული ძალებიც ორმაგ თამაშს თამაშობენ და მათაც მიუძღვის წვლილი საქართველოს ტერიტორიების დაკარგვაში. გოჩა ფიფია საკუთარი პოზიციის დაცვას და მტკიცებულებების წარდგენას პირდაპირ ეთერის დათმობის შემთხვევაში აპირებს. მე არ მქონდა პირველ ხთან საუბარი. არ შეიძლება ვალდებულება ყველა სინაშე კარნახობს თქვა სიმართლე და გამოხატოთ ჩვენი დამოკიდებულება ოპოზიციად წარმოდგენილი პოლიტიკური ჯგუფების უდიდესი ნაწილის მიმართაც. პირველი და ზოგადი. აღნიშნული ჯგუფების დიდი უმრავლესობა პოლიტიკური არსებობის არც ფორმითა და არც შინაარსით არაფრით განსხვავდება ხელისუფლებისგან. მეორე. ამ პოლიტიკური ჯგუფების უმრავლესობა უშუალო თანამონაწილე და წამხეზებელიც კი არის საქართველოს ტერიტორიების დაკარგვის საქმეში. პოლიტიკური გაერთიანება ქართული პოლიტიკა ოპოზიციურ პარტიებს ხელისუფლებასთან მალულ თანამშრომლობაში ადანაშაულებს. პარტიის ლიდერის გოჩა ფიფიას განცხადებით, ზოგიერთი ოპოზიციური პარტია ხელისუფლებისგან არაფრით განსხვავდება და ისინი ორმაგი სტანდარტებით იბრძვიან ხელისუფლების წინააღმდეგ. ფიფია ამბობს, რომ ეს ოპოზიციის მაკომპრომეტირებელი დოკუმენტები აქვს და მზად არის ისინი პირდაპირ ეთერში წარმოადგინოს. მათ დღეს ის მიზეზების ჩამოთვალა, რომელთა გამოც მისი აზრით ოპოზიციას ხალხის სახელმწიფო აპარატის უფლება აქვს. აღნიშნული ჯგუფების დიდი უმრავლესობა პოლიტიკური არსებობის არც ფორმითა და არც შინაარსით არაფრით განსხვავდება ხელისუფლებისგან. მეორე. ამ პოლიტიკური ჯგუფების უმრავლესობა უშუალო თანამონაწილე და წამხეზებელიც კი არის საქართველოს ტერიტორიების დაკარგვის საქმეში. მესამე. ოპოზიციად წოდებული წარმოდგენილი პოლიტიკური ჯგუფების უმრავლესობა ორმაგი სტანდარტებით ებრძვის ორმაგ სტანდარტებს.